გამარჯობა. კიდევ ერთი შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებლობის მიღწევი. ასეთია დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა და დასაწყისისთვის წაგიკითხავთ აუცილებლად ელეანორ რუზველტის ძალიან საინტერესო მოსაზრებას, რომელიც ეხება შემდეგს. ადამიანის ფილოსოფია ყველაზე უკეთ გამოიხატება არა სიტყვებით, არამედ მის მიერ გაკეთებული არჩევანით. საბოლოოდ ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ ვაყალიბებთ საკუთარ თავს. ეს პროცესი მანამ არ დასრულდება, სანამ არ მოვკვდებით და არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ, მაინც მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა. მე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, აი ამ თემაზე პასუხისმგებლობაზე ზოგადად მაქვს ჩანაწერი ჩემს გვერდზე, პერსონალური გარდაქმნების გვერდზე და ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთე ეს და შეგიძლიათ იქ მოიძიოთ თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. თუმცა ახლა გავაგრძელოთ ჩვენი წიგნის განხილვა, ედმაილეტის კიდევ ერთის ძალა და ეს იქნება მე-11 ჩვენ უკვე მე-11-ჯერ ხვდებით ამ წიგნის ფარგლებში ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ყველა პუნქტი, თითოეული პუნქტი, რაც გავიარეთ აქამდე, მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო თქვენთვის და არანაკლებ მნიშვნელოვანია დანარჩენი, კიდევ რამდენი დაგვრჩა? 9, თუ არ ვცდები, 9 შეხვედრა ამ წიგნთან დაკავშირებით. დანარჩენს მე გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, პარალელურად შემდეგში უკვე, როდესაც მოვრჩებით აი ამის განხილვას. კიდევ ერთის ფუნდამენტალური ფილოსოფია მოიცავს როგორც აზრებს, ისე ქმედებებს, გვეუბნება ავტორი და გვთავაზობს, რომ ვინც ამ პრინციპით, ამ კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნეები არიან, ვინც ამ წიგნის მიხედვით თავის ცხოვრებას დაგეგმავს, ის უნდა იყოს აუცილებლად შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებლობის მიღწევიც. და გვარწმუნებს იმაში, რომ უნდა ვისწავლოთ მასშტაბური ფიქრი და არა მხოლოდ ფიქრი, იმიტომ რომ მხოლოდ ფიქრი არაფრის მომცემი არ იქნება, თუ ამას თან არ სდევს, რა თქმა უნდა, ქმედებები. და აქვე გვირჩევს წავიკითხოთ უფრო სწორად წიგნი ნაპოლეონ ჰილის წიგნზე აქვს საუბარი, იფიქრე და გამდიდრდი. შესაძლოა ეს წიგნი ბევრი თქვენთაგანს უკვე წაკითხული გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან როგორი აქტუალური წიგნია. დღესაც მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეში დაიწერა, 1927 წელს არის ეს წიგნი გამოცემული და მაგრამ დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი ამ წიგნით ხელმძღვანელობს და ზოგადად თვითონ მაილეტი გვეუბნება, რომ ამ წიგნით ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვინც ახლა წარმატებულია, ცნობილია, მსახიობი იქნება, ეს ბიზნესმენი, თუ არ ვიცი, მომღერალი, ყველა სფეროში, აბსოლუტურად ყველა სფეროში, თუნდაც ურთიერთობების სფეროში ძალიან ბევრმა წარმატებულმა ადამიანმა გამოიყენა ეს წიგნი და მე ვიცი, რომ 15 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ეხლაც აქტიურად იყიდება ეს წიგნი. და რას ამბობს აქ ამ წიგნში ძირითადად ფიქრზე არის გამახვილებული დღევანდელი ფორმატით ფიქრს ვეხებით და მოკლედ ფიქრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი როლი იმაში თვითონ ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში მართალია თვითონ აქ თვითონ ჰილის სიტყვები აქვს მოყვანილი, რომ ჩვენ ვფიქრით ვერ გავდიდრდებით, მაგრამ აუცილებელია მოქმედება, როცა რაღაცის მიღწევა გსურთ ფიქრთან ერთად, მაგრამ ფიქრის გარეშე ახლა მოქმედებები პოზიტიურ ფიქრებზეა უფრო აქცენტი გამახვილებული და მისი აზრით, ამ ნაპოლეონ ჰილის აზრით ვსაუბრობ, ადამიანი იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე მას უხდიან და იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე ის აკეთებსო, აი ეს ფრაზა აქვს მოყვანილი, ანუ ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ, მხოლოდ ფიქრი არაფერს არ შეცვლის ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ დარჩება ფიქრი და ოცნება, ოცნების და ფანტაზიის დონეზე და აი ასეთ ადამიანებს ეძახიან მერე, ფანტაზიურებს და რეალურად ვდაფიქრდეთ, ეხლა წავედით, მხოლოდ ფიქრები რას გაძლევს, ხო? არაფერს არიან ესეთი ადამიანები, ალბათ შევხვედრიათ კიდეც ხო თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც ოცნებობენ მუდმივად არ არის ეხლა ცუდი, თუნდაც იოცნებო, რატომაც არა, თუ თვითონ თვლის ეს ადამიანი, რომ ძალიან კომფორტულად არის ესე და მაგრამ თუ თავს უბედურად ჩათვლის და მხოლოდ ოცნებაში რჩება, რა ვიცი, აბა, ყველას თავისი აზრი აქვს.
და ეს მეოცნები ადამიანებზე რა ვიცი, ხა ცუც მე ვერაფერს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე შემხვედრიან ადამიანები საშუალო დონეზე მიყვებიან ცხოვრებას, მაგრამ ისინი ბედნიერები არიან, მოწლებებში ცხოვრობენ. თუმცა აქ ახლა ამაზე არ არის საუბარი, ხო, ჩვენ გვინდა მივახციოთ უფრო მეტ წარმატებას, უფრო წინ წავიდეთ და აქ ჩართულია ეს ფიქრი, როგორ უნდა მოვმართოთ ჩვენი ფიქრები ისე, რომ მივახციოთ წარმატებებს. რა ხელა მნიშვნელობა და რა დიდი როლი აქვს, ხო, ადამიანის წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში ფიქრებს, იმიტომ რომ შემდეგ ქმედებებში გადაიყვანოს. აი მე მაგალითად გამახსენდა ახლა წიგნი ფიქრის ძალა ქვია ამას თუ არ ვცდები. არა, შეცვალე ქვეცნობიერი და ეს არის დისპენსას წიგნი. თუ არ გაქვთ წაკითხული, ჩემი მხრიდან გირჩევით, რომ წაიკითხოთ დისპენსა, ძალიან კარგად აქვს მასაც. მე მგონი ამ წიგნს განვიხილავ იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი წიგნია იმ წიგნებში, რომლის განხილვასაც ვაპირებ, მაგრამ არ ვიცი როდის, თუმცა ჩემს თავში, ჩემს ფიქრებში არის ამის განხილვაც და აი აქ არის სხვადასხვა საკითხებზე რა თქმა უნდა განხილული თუ როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეცნობიერი პროცესები და ერთ-ერთი უნარები, ჩვევები და ერთ-ერთი თავი ეძღვნება ფიქრის გამოცდილებად გარდაქმნას და იქ კარგად არის როგორ შეიძლება ეს ფიქრები გამოვიყენოთ იმისთვის რომ შენი მიზნები ან აი ეს წარმოსახვეთი რაზეც ფიქრობ შენი ოცნებები რეალობად აქციო იმიტომ რომ ნახეთ რა არის ჩვენს ტვინში არის ნეირონული ქსელი ხო ამაზე ვისაუბრეთ და ამ ნეირონული ქსელის გადაწყობა ვერ წაშლი ახლა ამ ნეირონულ ქსელს რა თქმა უნდა მაგრამ მიხა ტვინს ხო ვერ შეცვლი არ იცვლება მაგრამ ნეირონული ქსელის შეცვლა შეიძლება ეს ქსელი ხო დაპროგრამებულია ჩვენი იდეებით, ფიქრებით, ჩვევებით, აი ყველაფერი ამით და თუ გვინდა რომ ფიქრი შევცვალოთ, ანუ ისეთი ფიქრები მოდიოდეს ჩვენ თავში და ისე ვიფიქროთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ, ანუ ამ დროს ხდება ნეირონული ქსელის, ახალი ნეირონული ქსელის ჩამოყალიბება, იმენ ძველის ჩანაცვლება ახლით უბრალოდ. და რატომ იცით მე რეალურად როდესაც ფოკუსირდებით ერთ კონკრეტულ საკითხზე, ხო, ტვინი ვერ აღიქვავს ამ განსხვავებას, ახლა ნამდვილად ხდება ეს თუ წარმოსახვით არის თქვენი წარმოსახვით, იმიტომ არის რომ ბევრს მუშაობენ ამ წარმოსახვებზე და წარმოსახვას რეალურად მართლა აქვს დიდი ძალა ჩემ პრაქტიკული გამოცდილებიდან და ჩემ თავზეც მაქვს ბევრი ნამუშევარი ამ წარმოსახვითი ტექნიკებით და ჩვეულებრივად ავტომატურ რეჟიმში მაქვს გადაყვანილი ძალიან ბევრი რამე, თუმცა კიდევ ბევრი დაგვრჩა სამუშაო ამ საკითხებთან მიმართებაში. მაგრამ ნახეთ რა ხდება, როცა როგორ ხდება ახლა ტვინი ვერ გაარჩია ეს რეალურია თუ წარმოსახვეთი, სულ ერთ და იგივე რაღაცაზე წარმოსახვებს ვაკეთებ და მე შემდეგ ახლა ამ წარმოსახვით კი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ გარემო განახებს, არ ვიცი რა გზით მაგრამ რაღაცნაირად შენ შიდა მდგომარეობა გამოვლინდება გარეთაც, ხო? და ოღონდ ახლა ამისთვის მოქმედება აუცილებელია. მხოლოდ ახლა წეგან ვახსენო, რომ ოცნებები და ფიქრები არაფერს არ მოგცემს, თუ რეალურად არ გადაიყვანე ქმედებებში შენი ოცნებები და შენი ფიქრები. ნუ მოკლედ აქ ნაპოლეონ ჰილზე ისაუბრა და მე გვეუბნება რომ მას აქვს ძალიან საინტერესო პრინციპებიო და ამ პრინციპებს აუცილებლად წაგიკითხავთ მე იმიტომ რომ თulis რომ ეს მნიშვნელოვანია და თქვენც შეიძლება დაგაინტერესოთ წაიკითხეთ ეს წიგნი. ნახეთ რა პრინციპები აქვს ნაპოლეონ ჰილს. აზრების საგნებია, სურვილი და რა მნიშვნელოვანი რაც არის, ხო? მე არის რწმენა, თვითშეგონება, სპეციალიზებული ცოდნა, წარმოსახვა შედის აუცილებლად ამაში, ორგანიზებული დაგეგმვა, გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება. რეალურად შეიძლება ადამიანს სულ ერთი ნაბიჯი აკლდეს წარმატებამდე და ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, რაღაცნაირად შეჩერდეს. ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, ეს მნიშვნელოვანია. დაჟინება, მე არის ორიგინალურად აზროვნების ძალა, კრეატივი, რა თქმა უნდა, ესეც კარგია. სექსის საიდუმლო, ტრანსმუტაცია, ტრანსმუტაციაც
რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, ქვეცნობიერი პროცესებზე აქვს ლაპარაკი, ტვინი და მეექვსე გრძნობა. ასე რომ თუ გექნებათ სურვილი, წაიკითხეთ ნაპოლეონ ჰილის იფიქრე და გამდიდრდი, გვეუბნება თვითონ გვთავაზობს ედ მაილეტი ამ წიგნს და მე ჩემი მხრიდან დავამატებდი, ძალიან საინტერესოა ასევე როგორც უკვე გითხარით, დისპენსას შეცვალე ქვეცნობიერი, ძალიან კარგი წიგნია ესაც. მოკლედ გავაგრძელოთ ახლა ჩვენი თავის განხილვა. აქ რაზე აქვს ლაპარაკი? როდესაც გაერთიანებ ფიქრს შეუძლებელზე და შენი ოცნებების მიღწევაზე გათვლილ მიზანმიმართულ ქმედებებს, გახდები, ანუ ფიქრ უნდა გააერთიანო ქმედებებთან იგივეა, უბრალოდ ეს სუერთდეგუეზია ლაპარაკი, მაგრამ სხვა მხრივ გვაწოდის სხვადასხვა სიტყვებით. გახდები ის ადამიანი, რომელსაც შესაძლებლის მიღწევა ძალუძს. და მოკლედ დიდი ბევრი რო არ ვისაუბრო ახლა აქ ძირითადი აზრი ის არის, რომ ფიქრი არ დატოვოთ ფიქრად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ და ასევე გადაიყვანეთ ქმედებებშიო გვეუბნება. და კიდევ ერთის პრინციპით მოაზროვნეები ხვდებიან, რომ რას გვეუბნება, ყოველ ქმედებას აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება. ამ შემთხვევაში განახლებელი შედეგი ჟღერს ასე: ყოველ აზრს აქვს ტოლი და დამატებითი ქმედება. აზრები და ქმედებები წყვილად მოქმედებს. ანუ აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული აზრები და ქმედებები, ფიქრი და ქმედება. შენ არ შეგიძლია ყოველთვის გააკონტროლო შენი აზრები, სწორედ ამაში გამოიხატება ადამიანის ტვინის სილამაზე. თავში არ მოდის არასწორი აზრები. პრობლემა ისაა, რომ შეუძლებელია გაზომო შენი ან სხვისი აზრები. სამაგიეროდ შეგიძლია გააკონტროლო ის, თუ რას აკეთებ, ხოლო ეს იზომება. რა თქმა უნდა, ესეა, აზრები შეიძლება ვერ გავაკონტროლოთ, მაგრამ აქაც როგორც უკვე აღვნიშნე, შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენს ფიქრზე და აზრზე და ავტომატურ რეჟიმში გადავა მე როგორ არის იცით, აი ძირითადად ახლა ფიქრებზე რა შემიძლია თქვა. ადამიანი, როდესაც მუდმივად ფიქრობს ერთი და იგივე რაღაცაზე. აი მაგალითად ვიღაცამ ადრე რაღაცა მოხდა ისეთი მატრავირებელი თუნდაც შენს ცხოვრებაში, შეიძლება არც ახსოვს ადამიანს, მაგრამ მაინც ქვეცნობიერად რჩება ეს ყველაფერი. ან უკვე როცა გახსოვს, ხო, იმას აქში, რომ ამან შენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და მერე შემდგომში კი ბატონო გააგრძელე ცხოვრება, გადაწყვიტე ძალიან ბევრი ისეთი კარგი რაღაცები გააკეთე, ბევრი საქმე გადაწყვიტე და გადაწყვეტილება მიიღე, რომ ყველაფერი კარგად არის და აგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ ნახეთ რა ხდება, ეს დრო და დრო ამოტივტივდება ეს ფიქრი და გაგახსენებს იმ წარსულს. მე ამას თუ ექნება ძალიან სისტემატიური ხასიათი, ავტომატურ რეჟიმში დაიწყებს ფიქრი თვითონ ტვინი იქით გადართვას და ფიქრობ, ხშირად მოდის ეს ფიქრები, იმდენად ხშირად, რომ ვეღარც აცნობიერებს ადამიანი. და როცა ხშირად მოდის, უკვე ერთგვარი პროგრამა შეიქმნა. ანუ მე საერთოდაც რო აღარ იფიქრო იმაზე და აღარც გაგახსენდეს სიტყვაზე, ხო? იქ უკვე დაიმუხტა, რომ ეს შენი ჩვეული კომფორტის ზონა, როდესაც ფიქრობ უარყოფითზე ის გამომრჩა, რომ თქვა, ემოციაც ხო ცუდი წამოვა მაგ დროს. და ემოცია რო წამოვა ცუდი, სხეულის შეგრძნებებიც ცუდია. და მე სულ აღარ გახსოვდეს ის, როცა წლების მანძილზე შენ ფიქრობდი რამოდენიმეჯერ ან ყოველდღურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ და მე საერთოდ აღარ გინდა მასე ფიქრი, შეცვალე შენი ცხოვრება, ბრჭყალებში შეცვალეს, ვიტყოდი, იმიტომ რომ თუ რეალურად არ იმუშავე შენ თავზე და ისე ვერ შეცვლი, გონია რომ შეცვლი, ეს იქნება ზედაპირული. ეს ცვლილება ხო მუდმივი პროცესია, თან ამას არ აქვს დასასრული. და ნახეთ, რისი თქმა მინდა, მე უკვე აღარ ფიქრო, ვითომ შეცვალე ცხოვრება, ვითომ ვიტყვი ბრჭყალებში, მაგრამ როდესაც სხეული უკვე მიჩვეულია იმ რეჟიმით ცხოვრებას, რაც დიდი ხნის მანძილზე იყო მასში, სხეული თვითონ იმ შეგრძნებებს იტოვებს, სხეულის მეხსიერება რჩება. ანუ სხეულსაც თავისი გონი აქვს, ხო? აქვს ახლა ალბათ გსმენიათ, ხო, სხვა რამოდენიმე 12 ჭკუა, სულ მცირე მაინც აქვს ადამიანს და სხეულის მეხსიერება არ არის უცხო ახლა თქვენთვის ეს სიტყვა. ანუ იმახსოვრებს იმ მდგომარეობას და
მე რო გვიკვირს ხოლმე, ხო, აი ყველაფერი კარგად არის და მოწყენილი ვარ, ყველაფერი კარგად არის და შფოთვა მაქვს, ან რაღაც მსგავსი ემოციებში როცა ხარ. აი სხეულის დამახსოვრებული ემოციებია ეს, თორე ლოგიკაში და ბუნებაში არ ჯდება, რომ რატომ უნდა ვიყო ესე. და ამიტომ არის ტრანსფორმაცია რთულია. არ არის მარტივი პროცესი. ანუ მაგ დროს ჩადიხარ შენ ქვეცნობიერ პროცესებში, ჩადიხარ შენ ბავშვობის ტრავმებში, წინაპრების ტრავმებში გადადიხარ. მოკლედ მთელი ამბებია. ხო და აი ერთხელაც გამოიღვიძებს მე ადამიანი, ანუ გამოღვიძებას რა ვიცახე, გააცნობიერებს, მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ეს ყველაფერი დასამუშავებელია და მე იწყებს ტრანსფორმაციას და მანამდე როგორია, რომ აი მე შევიცვლები, ესე მარტივი არ არის ცვლილებები. ანუ ის დიდი ხანი 20 წელი რო ამ პროგრამით ცხოვრობ და ამ სხეულს ყველაფერი ახსოვს. წარმოვიდგინეთ ახლა თან 30-დან 35 წლამდე, 40 წლამდე ალბათ ხდება უკვე შევსება ამ პროგრამების და როგორ არის იცით უკვე კარგად არის 40 წლის მერე უკვე ადამიანი ისია რომ კარგად არის ეს მასში ეს ჩვევები გამჭდარდეთ და ძირითადად დააკვირდით ხო მე რთულია უკვე რაღაცის გადასწავლა თუმცა მე ვიტყოდი რომ რაღაც გარკვეული ასაკის მერე ამ 40 წლის მერე და 50 წლის მერე მოდის უფრო მეტად დაუფიქრდე შენ თავს და მაშინაც არის შესაძლებელი ოღონდ ცოტა მეტი ძალის ხმებით ამ რაღაცა პროგრამის შეცვლა ნეიროქსელის ახალი ნეიროქსელით ძველი ნეიროქსელის ახალით ჩანაცვლება. სხვათა შორის ამაზე ძალიან კარგად მუშაობს ნეიროგრაფიკა და 3 წლის განმავლობაში მუშაობდი საკუთარ თავზეც, მუშაობდი კლიენტებთანაც და ძალიან ბევრი რამე შეცვალა, მაგრამ არ იყო მარტივი, იმიტომ რომ ტკბილეული პროცესიც იყო, არც თუ ისე მარტივად მოხდა ეს ყველაფერი. არ გაშინებთ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელი ხა მარტივი არაფერი არ არის, ხო? მარტივი არ არის ცხოვრება ზოგადად და არც ეს საქმე არ იქნება მარტივი, რა თქმა უნდა. ну მოკლედ აი ეს არის რომ უნდა შევცვალოთ ფიქრი და ფიქრის სწორი ფიქრები მე და ქმედებები მიგვიყვანს აუცილებლად იმ წარმატებამდე და ეს გაზომვაზე ვილაპარაკეთ. შემდეგ არის ნახეთ როგორი ქვეთავი, გახდი შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებს კიდე ამას გვეუბნება და რას ამბობს. დიდმა ფილოსოფოსებმა კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში დიდი ხნის წინ დაადგინეს კავშირის არსებობა აზრებს და ქმედებს შორისო და უკვე მოყვანილი მყავს სხვა ფილოსოფოსების გამნათქვამები, მათი მოსაზრებები და მე მინდა გითხრათ ბიბლიიდან აქვს იოანეს გამოცხადებაში, მგონი თუ არ ვწდები, ხა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნახეთ რას ამბობს გიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებითო, ანუ სიტყვა და ენა არაფერს არ შენიშნავს, თუ ჭეშმარიტად არ გააკეთე ის და საქმით არ დაამტკიცე. მერე მაჰათმა განდის ძალიან კარგი ვერსია აქვს, სხვა ძალიან ბევრი ბრძნული გამონათქვამები აქვს, მაგრამ ეს ძალიან მომწონს და შეესადაგება მდგომარეობას, რომ შენი შეხედულებები არის შენი აზრები, შენი აზრები არის შენი სიტყვები, მე შენი სიტყვები თავისთავად ქმედებებში გადადის და შენი სიტყვები შენი ქმედებებია, შენი ქმედებები შენი ჩვევებში ჩამოყალიბდება და შენი ჩვევებია, ჩვევები უკვე გამოდის რომ შენი ფასეულობებია, ანუ ფასეულობები კი მთლიანად ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ხო, რა არის შენი დანიშნულება, რას აკეთებ? ფასეულობა ძირითადად ეს არის. ასე რომ ესეც საინტერესოდ აქვს განხილული, ხშირად მოყავს ხოლმე სხვა ჭკვიანი და წარმატებული ადამიანების ფრაზები და კიდე რაზეა აქ საუბარი. ნახოთ ახლა ჩვენ ხო მე რაღაცა მეთოდი აქვს, ესეთი მუნჯიფილის მეთოდი დაარქვა, რომ და რაში გამოიყენებს ამ მეთოდს. რომ აუცილებლად უნდა ისწავლოთ ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე, იმიტომ რომ ზოგჯერ არისო, გვეუბნება რომ ადამიანები ერთს ფიქრობენ და მეორეს აკეთებენ, ან რაღაცას ფიქრობენ და არ აკეთებენ, ну, არ ვიცი, ან შეიძლება სულაც გატყუებენ და ამისთვისო გამოიყენეთო სხეულის ენა, შეისწავლეთო, ალბათ რა ვიცი, კარგი იქნება ახლა სხეულზე დაკვირვება, იმიტომ რომ სხეული ყველაფერს გალაპარაკობს, აბსოლუტურად სხეულზე აისახება ყველაფერი, რაზეც ფიქრობს ადამიანი და თუ სწორად არის ადამიანი უბრალოდ თუ ადამიანი ამ საკითხშიც არის გაცნობიერებული და ნასწავლი აქვს ეს სხეულის ენა, მაშინ
ძალიან კარგად მიხვდება, რამდენად იტყუება სხვა ადამიანი, რას ფიქრობს და რას აკეთებს, იმიტომ რომ ხო გვიშლის ხელს ეს რეალურად ადამიანი, რომელიც ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს, გვიშლის ხელს ჩვენ რაღაც ურთიერთობებში, საქმეში, კარიერაში, აი ძალიან ბევრია ის ჩვენს გარშემო, ხო? ესეთი ადამიანები არიან ხო არც ის არის გასაკვირი. მე გავამზადე რომ მენახე მეჩვენებინა თქვენთვის ეს წიგნი, ესეც ძალიან საინტერესოა, ეს სხეულის ენა. შეგიძლიათ ესეც შეიძინოთ, არ ვიცი, მე რეკლამებს არაფერს არ უკეთებ, უბრალოდ გირჩევთ წიგნებს, რომელიც გამოგადგებათ, დაგეხმარებათ. და კარგია ესეც ხომ ალან პიზის და ბარბარა პიზის ერთობლივი ნამუშევარია. რამოდენიმეჯერ მოგიწევს წართ. ნუ ყოველ შემთხვევაში როცა გჭირდება ამოიკითხავ და არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ რაც გჭირდება იმას ამოვიღებთ ამ წიგნიდანაც და ნამდვილად მომწონს ეს წიგნიც. ნუ მოკლედ აი ესია, ბოლოს არ ვიცი ხე გადავშლი და რითი ამთავრებს. წავიკითხოთ ბოლო თავი. ხო. მარტინ ლუთერის უმცროსის სიტყვებით, რომ სიყვარულის ძალაზე გვეუბნება, რომ ჩემი აზრითო, მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო, რომელსაც ოდესმე ამ ქვეყნად უცხოვრია და მინდა გაგიზიაროთ ნაწყვეტი მისი ქადაგებიდან და მინდა მეც წავიკითხო, საინტერესო იქნება. ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია ის არის, რომ ადამიანები იშვიათად გადალახავენ უფსხულს პრაქტიკასა და თეორიას შორის. საქმესა და სიტყვას შორის. მუდმივი შიზოფრენია იწვევს იმას, რომ ბევრი ჩვენგანი ტრაგიკულად შორდება საკუთარ თავს. ერთი მხრივ ჩვენ ამაყად ვიზიარებთ ამაღელვებელ და კეთილშობილურ პრინციპებს, მეორე მხრივ კი სამწუხაროდ ცხოვრებაში ამ პრინციპების საპირისპიროდ ვაკეთებთ. როგორ ხშირად ახასიათებს ჩვენს ცხოვრებას სარწმუნოებრივ მოძღვრებათა მაღალი წნევა და ქმედებათა ანემია. ხო, აი, ხო, ძალიან საინტერესოა ესეც, იმიტომ რომ რეალურად მართლა ჩვენ ვკითხულობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს, ვიცით ეს ყველაფერი თეორიულად, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მხოლოდ ვიცოდეთ. მნიშვნელოვანი ის არის, მე რას გავაკეთებთ, თუ რამდენად ავითვისებთ ამას და პრაქტიკაში გამოვიყენებთ და მოდი მე ამით დავასრულებ დღევანდელ შეხვედრას და გისურვებთ, რომ აი თქვენი ფიქრები მოქმედებებში გადასულიყოს. ანუ შეძლოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან რთულია, არ თუ ისე მარტივია ეს ყველაფერი, იმიტომ 1000-ნაირი ფაქტორი არსებობს და ხელის შემშლელი, რომ ჩვენი ცოდნა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ და გადავიტანოთ, ხო? და რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში გისურვებთ მთელი გულით და სულით და არა მარტო თქვენ, ჩემ თავსაც უსურვებ, რომ ეს ყველაფერი რეალურად შევძლო. და მივიდე იმ მიზნამდე, რაც ჭეშმარიტად ვსურს და მინდა. დაგემშვიდობებით, მე შემდეგ თავში რა გვაქვს ჩვევებზე და არ გამოტოვოთ, არ გამოგრჩეთ, საინტერესო იქნება როგორ შეიძლება ჩვევები გამოვიყენოთ, ან ჩავანაცვლოთ, ან ამაზე ვისაუბროთ მომავალში. ნახვამდის და ბედნიერი დღე.